სტანდარტული. ნუ შეიძლება 5000-მდე წავიდეს. მაგრამ თუ ამას დაემატება კიდე მოძრაობა ტექტონიკური სხვა არის. აი დაგვიდეთ რა კარგად არის ფრესკა შემორჩენილი. ეს გახლავთ წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი და არის 1500 წლის. ანუ ამ ტაძარს დიდი ალბათობით ალბათ გაგრძელებაც ჰქონდათ, სხვა რაღაცაც ჰქონდა, მაგრამ იმის გამო რომ აქ იყო 1293 წელს ძლიერი მიწისძვრა და ეს უტყუარი ამბავია, რაღაცები დაზიანდა. ეხლა სულ რაღაც 10 ნაბიჯით გადავიაროთ იქით, მოგდანით 8, 7, 6 მე უკვე. ახლა ძალიან ძნელი არის კირქვის გამოჭრა. ეს აშკარად გამოჭრილია. ასეთივე აი ეს კიბე რო შემოდის იქ დედათა მონასტერია სხვათაშორის, აი ესეც ხელით უნდა იყოს რაღაცნაირად გამოჭრილი. ანუ კირქვა არ არის ადვილი გამოსაჭრელი. ვარძიაში რო კირქვა ყოფილიყო, ის სხვა ქვა არის. ანუ ცოტა ძნელია, მაინც ამის დამუშავება, უფრო მყარია და ის ტუფი რაც იქ არის ვარძიაში, ადვილი. ხო, უფლიციხეც, ხო, აქ აწერია. ნახეთ, წმინდა სოფიას ტაძარი უბრალოდ შემდგომ პერიოდშია და საუკუნე მე-6. ეხლა აქედან, ნახეთ, აქეთ მოგძანით. უნდა გაჩვენოთ საოცარი ორნამენტები. დავიწყოთ მესამე ორნამენტით. იქ წრეში არის დავითის ვარსკვლავი. ამ დავითის ვარსკვლავზე ხშირად არის საუბარო, ეს არის ისრაელის სიმბოლო. დავითის ვარსკვლავი შეიძლება ისრაელის სიმბოლო არის 70 წელია, მაგრამ მე-9 საუკუნიდან ეს სიმბოლო დავითის წინასწარმეტყველ დავითია საუბარი. სიმბოლოც გახდა და ასევე გახდა ქართველი ბაგრატიონებისთვის უფლება, რომ თავიანთ თავად აზრებზე გამოესახათ ჯვარი და აი ჯვრის ფორმა იმ წრეში ჯვარია ჩასმული. ასევე იგი თუ დავაკვირდებით არის საკმაოდ საინტერესო ორნამენტები და ტაძრის შესასვლელში და აქეთაც დავაკვირდით ეს არის ბაგრატიონების ჯვარი. ანუ ბაგრატიონების საწინამძღო ჯვარი განსხვავებულია ბოლნური ტიპის ჯვარი. განსხვავებულია ბოლნური ბოლნიშიც ნახეთ და ბოლნურ ტიპის ჯვარ ჩვენ კაცხის ვერწეთს ვნახავთ დღეს ის მეორე ნახევარში და აი ამ მაჩვენებლით გარე ინტერიერში უამრავი და უნიკალური ესეთი ბარელიეფებით და ასეთი მაღალი ხარისხის ქვის ორნამენტებით ეს ერთ-ერთი უმთავრესი 95 წელს, როდესაც იუნესკოს კომისია შეკრებილი იყო და არჩევდა შეხამებული ჰარმონიულად და ამდენი მაღალი ხარისხის ორნამენტების შემთხვევაში სრულად შეესაბამება იმ კატეგორიას, რომ ეს ყოფილიყო თავის დროზე იუნესკოს ნუსხაში შეტანილი. უფრო მეცაც გეტყვით, ამ ტაძარს დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით თქვათ ეს თარიღი 700 წელი, 700 წლის განმავლობაში ჰქონდა დიდი უზარმაზარი ვაზისგან, ვაზის ხისგან და არა ჩვეულებრივი ვაზისგან გაკეთებული კარები. ამ ვაზის კარების ფრაგმენტს თქვენ ახლა ნახავთ მუზეუმში და უფრო დიდი ვაზისგან გაკეთებული კარის ორნამენტები არის ჯანაშიას მუზეუმში თბილისში. ანუ წარმოიდგინეთ აქ როგორც ჩანს სადღაც ვაზიც იყო იმხელა რომ ვაზი მერე დააპეს შუაზე და ვაზის დანაყოფი ჩამოაბეს კარების სახით ამ ტაძარში. ო, ნუ ფაქტია რომ უდიდესი იყო. აუცილებლად შევიდეთ ტაძარში და მე-13 საუკუნის ასეთი მაღალი ხარისხის ხატრობა კიდევ იყო ერთი დიდი პირობა იმისთვის, რომ ეს იუნესკოში შესულიყო. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ იუნესკო რას მოგწევდა. თუ ეს შევიდოდა იუნესკოში, აქ შენ გამიგონოს მონასტერი. მაინც ისმის, ხო? მონასტრის